მე დღეს მოგიმზადეთ ნიუზიანი ბადრიჯანი, დებილივით გავარდა. ჭადის ბურთულებითა და ბროწეულის სინემატიკე მოვუდი. მეთქი უბრალოდ აღარ მინდა ამ ადამიანებთან ერთად ერთ ქალაქში მოძრაობდე. ძმარი არის, აი ნიგოსთან იმენა ეს ცეკოსი. თუ მაინტერესებს ხოლმე ესეც რაღაც რა შემიძლია ვთქვი. მომწერე შენ კიდე რა იყო. რაღაც ისე თქვი რომ დავიწყეთ. მომდეო გადაცემაში მე ვიქნები ჰოსტი და ერთხელ ანაც მოვიწვიოთ. აი ხლა მე გავიკრავ ფრეკენბუკის იმას თავსაფარს და გაგშიკინებული არის აი გამხმარი რა. ხო, რა მაგარისუნია გამყამებ. კი, თქო. აი, ესეთ ლამაზ ფორმებს ვაწლევ მე. რო კითხო იცის, აი რო კითხო იცის. რა არ ვიცი. ყველაფერი ჩემით გავაკეთე. მაგრამ ეს წყვილი არ მეგობრებო. მგონი არ მოწონს. ამიტომ, უი, ღვინო სულ დამოვისხნე. მე არ დამისხნე. ღვინო გვაქვს. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანა ყავლაშვილი და ეს არის კულინარიული გადაცემა Cook and Talk მისმინეზე. დღეს გვყავს ძალიან მაგარი ადამიანი სტუმრად. წინასწარ ძალიან მაგარი ადამიანები ყავდნენ, მაგრამ დღესაც და რაც ყველაზე მთავარია, ვამზადებთ ნიგვზიან ბადრიჯანს. თუმცა სანამ საჭმელზე და სტუმარზე გადავიდოდე, გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ მისმინე ყველა სოციალურ პლატფორმაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და რაც ყველაზე მთავარია, გამოგვიწეროთ YouTube-ზე და ლაიქოთ ეს ვიდეო, უყუროთ ბოლომდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა ჩვენთვის. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, დღეს ჩვენთან არის ადამიანი, რომელსაც გამორჩეული არის თავისი სპეციფიური იუმორით და მეც ძალიან ბევრი მიცინია მის ძალიან ბევრ ვიდეოზე, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება ეს და კონკრეტული ნიშაც აქვს ამ ადამიანს, მაგრამ მე მგონი ძალიან დაიღალა ამ 5 მიზეზი რატომ ისახილით. ამიტომ მოდი უბრალოდ გიორგი ბურჯანაძეს მივესალმოთ. როგორ ხარ? კარგად და მადლობა რომ მომიწვიე და მადლობა რომ აი 5 მიზეზით არ დაიწყე, იმიტომ რომ აი ეცი რა ჩემი აზრით არ უნდა წინეს ძალიან სასაცილოა. არ წინს, მაგრამ აი დრო გაიგებენ ჩემს ახალს ყველა ცდილობს რომ ხმა დააწვრილოს და რაღაცა ქნას და არა. ეცი რა რო ვამბობ გიორგი ბურჯანაძე სადღაც ზოგადად ვინ? აი 5 მიზეზი. ოკეი. ამიტომ შენი რეგალია არის რომ 5 მიზეზი რატომ ხარ? ცოტა გავოდინე, მაგრამ გიორგი მეხუთე წინანა და გიორგი 5 მიზეზი ბურჯანაძე. მოკლედ, ჩვენ რო აქ მომყავს ხოლმე სტუმრები, სულ ვცდილობთ შევარჩიოთ რაღაც ისეთი კერძი, რაც რამენაირად დაკავშირებული არის მათთან. შენ მახსოვს, რომ ერთხელ ბათუმში დამპირდი, რომ ნიგვზიანი ბადრიჯანი უნდა გაგასინჯო, ძალიან გემრიელს ვაკეთებო და იმის მერე არ დაგვრცალდა. მაგრამ ეხლა შეგვიძლია რომ ეგ შანსი გამოვიყენო. აი ეს არ გავატარებ, ეხლა არ დაგვრცალდა, არა მე მქონდა ბევრი დრო. შენ გამოგიხატავს სურვილი, თორე მე დავპატიჟე მეგობრებო ნიგვზიანი ბადრიჯანზე და აი მას არ დასცალდა. მოკლედ გავაკეთოთ დღეს ნიგვზიანი ბადრიჯანი და გვაჩვენ ერთი რა შესაძლებლობების პატრონი ხარ. სულ ძირთადად ისე ხდება ხოლმე, სულ ორი გადაცემა გქონდა, მაგრამ მე და ჩემი სტუმარი ვაკეთებთ ხოლმე ერთად, ან მეხმარება ჩემი სტუმარი, გიგის შემთხვევაში მაგალითად და შენ მინდა რომ იყო დომინანტი და მე დაგეხმარო. იმიტომ რომ შენი იდეალური ნიგვზიანი ბადრიჯანი დავაგემოვნო. ბადრიჯანი პირველ რიგში რომ დავჭრით, მერე უნდა მოვაყაროთ მარილი, ხო, ეგრეა, რამდენიმე წუთი დავაყენოთ ეგრე მარილიანი, რომ სიმწარე გამოვიდეს. სიმწარე და სითხე გამოვიდეს. მოდი დავიწყოთ. მოდი. მაგრამ მე ცოტა წვრილად ვერ ვჭრი ხოლმე, არ ვიცი რამდენად წვრილად. ანუ დამხმარები გჭირდება ხო? ეს ხა ესე ეგრევე გავუშვათ, ძალიან ძლიერი ბადრიჯანია. არა, ძალიან დიდი ბადრიჯანია და მაგიტო. მე რო წავ ხოლმე, მე ძალიან პატარავდება და რაღაც ძალიან მინიატურული გამოდის ხოლმე და. მგონი გავართვი თავი. პირველს კაიდანები ესაო? დაახლოებით 2 წელია ხო, რაც ამ სფეროში აქტიურად კონტენტ-კრეატორი. ერთი თვეში თუ რაღაც. რას აკეთებდი მანამ სანამ TikTok-ის ინდუსტრიაში ჩაერთვებოდი ამ მიმართულებით გაშლიდი ფრთებს და როგორ დაიწყო ეს ამბავი საერთოდ? მანამდეც და მერეც ვიყავი მარკეტინგში და სულ TikTok-ი მქონდა ჩემი კომპანიების, რომელსაც უკეთებდი მარკეტინგსთან კონტენტს, მაგათი TikTok-ით სკროლავდი ხოლმე, ჩემი პირადი არ მქონია არაფერი და აი სულ მეფიქრებოდა ხოლმე ხო არ ვიცანცარო ინდეს ცანცარებ სადაც ბარემ საჯაროდ ვიცანცარებ და მე რაღაც დიღომზე ვიღადავე ერთი ვიდეო ეს 5 მიზეზი. პირველი დიღომი იყო ხო? ხო, ეს მართლა არაფრისგან მართლა სადარბაზოდან გამოვედი და მეთქი ვიღადავე თქო იმდენჯერ მაქვს უკვე ისტორია მოყოლილი. ხო და დავწერე ტექსტი ავტობუსში რაღაცა
მაშინ არ ვიყავი ჯერ გამდიდრებული, ინფლუენსერობით ავტობუსით დავდიოდი, ეხლა დავდივარ Mercedes-ში. ხოდა მე დავწერე ავტობუსში ტექსტი, მივედი სამსახურში, წავედი სამსახურიდან და ჩავწერე ხმა და დავდე და გავარდა და ყველამ დამიწერა ეხა გლდანზე გააკეთე, ეხა ვარკეთე, ეხა იმას და მე მივხვდი რომ ვა. მე მახსოვს რომ რაღაც ცუდი რეაქციებიც ქონა, აი მართლა რომ ძალიან გაუტყდათ ვიღაცებს რომ რას გქონდა რუსთავზე ამას იძახი. მე რა იყო ეგ ძირითადად. ფოთზე ხო? ფოთზე იყო სიგიჟე. აი მე რა ფოთის გამგეობის 40 წლის ქალები ყველა აი ფოთი როდის იტბორება შენ დაგეცა მეხი ნიკო ნიკოლაძე გყავს იმნაირი რომ ვერ ეღირსები თქვენთვის. კაი, ეხა ამას ანა ჩემი დამხმარე მოაყრეს მარილს, ოღონდ კარგად რომ ყველას იმას ქნას და მე დააყოვნე და შენ გააგრძელე. მე გავაგრძელე. ხო და ანუ ესე ზუგდიდში, ფოთში და რაღაც რეგიონებში შეიძლება არ იყო რა ჩემი კონტენტი ჯერ მიღწეული და ვერ მიხვდნენ რა, ანუ ეხლა რო ენახათ ალბათ გდანის ვიდეოც რაღაცა მიხვდნენ რომ ზოგადად სტილი მაქვს ეგეთი და ეგონათ რომ აი ესე ამოვიჩემე და ფოტოს ვეღარ დავეკარა და არ. ჩვენ ეხლა ამ ბადრიჯანს დავაყოვნებთ მარილში, იმიტომ რომ მარილს აქვს უნარი სითხე, ზედმეტი სითხე გამოდევნოს პროდუქტიდან. შესაბამისად, რაც უფრო რავი 1 საათი თუ გაქვთ, ჯობია რომ მაგდენი ხანი დააყოვნოთ, მაგრამ რამდენიმე წუთის განმავლობაშიც შეიძლება რომ ესა იყოს. მანამდე მოდი მოვამზადოთ გულსართი. ანას რომ არ დაეგვიანებინა ზუსტად 1 საათი მეგობრებო გადაღებაზე შეგვიძლია ჩვენც დავავდებოდით და გემრიელი ბადრიჯანი გვეჭაბა, მაგრამ ამ შემთხვევაში შევჭამთ მწარე ბადრიჯანს, ბიჭებო, თქვენი პატივისცემის მიუხედავად, ოპერატორების მიუხედავად კი არა გამო მოგვიწევს მწარე ბადრიჯანის ჭამა. არა, საერთოდ არ შევიმჩნევთ. თუ გავიტისკე. მაგრამ ხო, ეხა უნდა გავაკეთოთ შიგ თავს თუ გარე თავს თუ რაღაც. შიგ თავსი. აქ ღვთისმიერმა ადამიანმა უკვე გაგვიტარა ნიკოზი. ქონდა დრო უხვად ჩემ გამო. ამაში ჩვენ დაგვჭირდება კიდე რომ გავატაროთ ეს წიწაკა და ნიორიც. მე ნიორი ცოტა მეტი მიყვარს. მეც მიყვარს მეტი. აი რო წერია რომ 2 ნიორი მე ვუკეთებ თლიანს. ხო, კაი, მოდი გავაკეთოთ ჩვენ 5 კვირი. მოდი. ამით ხო. ოკეი. იზა? კი მიდი. ჩერ ჩაუშვი და მე ბოლოს. ნახე. მე მახსოვს რომ შენ იყავი საზღვარგარეთ წასული. ესპანეთში ხო? თან ვიყავით სადღაც კახეთში თუ სადღაც და იქ იძახდა რომ აი აღარაფერი გამოდის ამ ქვეყანაში უნდა გავეც თუ რაღაც. კი. და მე უცებ მხვდება ცეხში თუ სადღაც მეტი ჟერაგრაგი. საგადავაი ხო. აი მომიყევი რა ხდებოდა რა თქმა უნდა. მოკლედ ის ხდებოდა რომ არჩევნები შედეგები გავიგეთ. მახსოვს ეგ კადრი მეგობრები ვიყავით სახში შეკრებილი. თავიდან ოღონდ გიჟივით ვითვლიდი ამ ხმებს, აი ცალ-ცალკე უბანზე შევდიოდი და ვაჯამებ და მე თქვი უეჭველი ვიგებთ რა. 2024 წლის ოქტომბერში. ვიგებთ რა მიარცეთ კონკრეტულ პარტიას არ მიეკუთვნები, მაგრამ ვიგებთ ოპოზიცია. ხო, აი ბოლოს ამ საპარლამენტო არჩევნებზე ვსაუბრობ რა, გარდამტეხი რაც იყო რეალურად. რის მერეც ხო. და მეთქი და ჩემს ურეკავ, მეთქი და მე აღარ მინდა ამ ქვეყანაში, ვერც იმ აქციებზე დგომით ვაღწევთ შედეგს, ვერც დემოკრატიული წესით ვაღწევთ შედეგს, ვერაფრით ვერ ვაღწევთ შედეგს, აღარ მინდა, რაღაცა დედაჩემმა დაიწყო ტირილი, დაიწყო ვიღაც კონკრეტული ადამიანების წევლა. მაინც დედა და ეგოისტურად ჩემი შვილი შენ გამომიდის ქვეყნიდან და რაღაც ფრაზებს ამბობდა და ჩემი და ეგრე იმაშებოდა, ილანძღებოდა და მე რაღაცნაირად აი რაღაც ის რო შევაჩერეთ დასავლეთთან მოლაპარაკებები მან ხო წამოვიდა ეს ტალღა და გარეთ გამოვედი და უკვე ქმედით იყო ჩემი არსებობა თუ რაღაც და მეთქი ოკეი რაღაცა კაია და აი ეს ტალღა რაღაცნაირად რო ჩაკლეს და ვიცით რა ფორმებითაც ჩაკლეს მეთქი უბრალოდ აღარ მინდა ამ ადამიანებთან ერთად ერთ ქალაქში მოძრაობდე რა ანუ ეგ იყო ჩემი გზა რომ მეთქი მე და ეს და ეს არ მინდა რომ რუსთაველზე ერთად დავდიოდეთ სადღაც კაფეში შემხვდეს და ხო არ ჟღერს კარგად მაგრამ გაქცევა აღმოჩნდა ჩემ შემთხვევაში გამოსავალი ოღონდ წავედი ყოველგვარი რაღაც გეგმის გარეშე ანუ არც სამსახური მქონდა ნაპოვნი არც ის მქონდა ნაპოვნი რაღაც სახლი და ნუ მეგობრები რაღაცნაირად ცუდი მოტივატორები გამოვიდნენ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ შენ მაგარი ხარ რაც გიცდია ყველაფერი გიქნია და იქაც იზა ჩავდივარ იქ და მე ჩდება სრული ნიჰილიზმი რაღაც უცებ მე და ჩემი ოჯახი სხვადასხვა სახლში ვცხოვრობთ და შეიძლება ორი კვირა არ ვნახო ოჯახი და არ მომენატროს იმიტომ რომ ვიცი რომ ახლოს აუ იქ მეორე დღეს უკვე ძალიან მომენატრა მეგობრების გარეშე ვიყავი რაღაც იქ სამსახური რაღაცა და უკეთ თვესა და ერთ კვირაში დავბრუნდი ერთ თვეში აი ცუდა
თვესა და ერთ თვეში. ისევ ბედკრული საქართველო გერჩივნა, ხო? არა, აი რაღაც პონჩი იქ ვერ ხვდებოდი რა არ ვიცი. ესპანეთში იყავი, ხო? ბარსაში ვიყავი, ხო. ხო. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ადრე ბარსაში ყოფილი ვარ სადღაც 9 წლის წინ და ძალიან გამიწევდა მაშინ თქვი რომ სადმე თუ ვიცხოვრებ ბარსაში რა. და ეხა ეგ ერთი თვე ანუ ვაფშე ვერ ვიყაიფე ქალაქით რა, იმიტომ რომ სულ იმაზე ვფიქრობდი რომ ჩემები რაღაცა ისეს. მანამდე იყო ეგეთი მე და ჩემ დას მქონდა ნაყიდი ეგვიპტის ტური ერთკვირიანი და აი ზუსტად იმ დარბევები რო დაიწყეს მეორე დღეს მქონდა ფრენა და მეთქი რა ხდება და მთელი ჩემი ერთი კვირა იყო ამ ედიტების გაკეთება რაღაცა იმაზე სანაპიროზე და ის გოიმი ანიმატორები თან რაღაცა მაკარენას მეცეკვებიან და მე უყურებ კადრებს რომ როგორ წვავენ რაღაც ჩვენს თანამოქალაქეებს რა. ყველაზე ცუდი ტრიპი იყო ეგ. ფერი შეგერგებოდა საერთოდ. სიმართლე ეხაც მეფიქრება და სამწუხაროდ ჩემი 9 საუკეთესო მეგობრიდან 5 ბოლო ერთ წელში წავიდა სხვა ქვეყანაში. ორი ფიქრობს, მათ შორის მეც ვფიქრობ. და ხო, ცუდად ჟღერს, მაგრამ ძალიან ისეთი ის არის ჩემს გონებაში, რა ქვია და ჩემს ირგვლივ დასადგურებული განწყობა, რომ გვეშველება რამე არ ვიცი უკვე, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპი გავიარეთ და თითქოს ძალიან ცუდი მანკიერი რაღაც იარაღებით ყველგან გვაჯობეს და რა თქმა უნდა იმედი მაინც მაქვს ხა რაღაცა იმედი რო არ მქონდეს ხო საერთოდ არანაირი კომუნიკაცია არ მექნებოდა არც ერთი ფორმით თუნდაც პოლიტიკური და რაღაც რა მე ზუსტად ეგრე ვარ, ძალიან სტრესულია ხოლმე, როცა ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ ფიქრობენ წასვლაზე ან უკვე მიდიან, იმიტომ რომ მე რის გამოც აქაურობა მიყვარს, მარტო ქვეყანა ხო არ არის საქართველო ან ლოკაცია, რის გამოც ამ ქვეყანას მიაკუთვნებ შენ თავს. ეს არის ქალაქი, სადაც გაიზარდე, სადაც ახლა ცხოვრობ, მეგობრები, გარშემოყოფები, ვინც გიყვარს და ვის გამოც გიხარი აქ ყოფნა, ვისთანაც რაღაც კარგი მომენტები ასოცირდება ამ ქალაქთან და ქვეყანასთან და როცა ვიგებ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები იძულებულები არიან, რომ წავიდნენ, თითქოს ჩემი რაღაც ნაწილიც მიყვება იმათ, იმიტომ რომ თან მაგათთან ერთად ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე მიყვარს საქართველო, არის ის ადამიანიც, ვინც აქედან მიდის, ანუ რაღაცა ნაწილი მიაქვს და მე საერთოდ არ განვიხილავ ამ ქვეყნიდან წასვლას და არც არასდროს განვიხილავს, იმიტომ რომ მაინც მოცემულობად ვიღებ, როგორიც არ უნდა იყოს აქ ცხოვრება. შენ ძალიან ძლიერი ხარ, შენ არ ძლიერი რო ვიყოთ ყველა, ალბათ უკვე მოგებული გვექნებოდა. არა, სერიოზულად ვამბობ. ყველას არ აქვს ეგ ანუ რეზისტენტობა. არა, გამძლეობა რა, ანუ რომ მე რა დავმარცხდი თავიდან რაღაცა. ანუ რთულია ეგ ძალიან. მოცემულობად მივიღო, რაც არის სიტუაცია და ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, უბრალოდ ვეცდები უკეთესი არ ვიცი. ხო, რაღაცა ანუ ექშენში ხარ რა, ანუ ყოველ შემთხვევაში არ დგახარ და მოძრაობ. საერთოდ ვერ წარმომიდგენია სხვა ქვეყანაში ჩემი თავი და მაგიტო ვეცდები რომ აქ ცხოვრება იყოს კარგი. ეხლა დაუბრუნდეთ ნიგზიან ბაძრით. შეიძლება და როკეთებ ხოლმე სხვათა შორის ნიგზიან ბაძრიჯანს და არ მახსოვს წიწაკას უმატებ ხოლმე თუ არა. არა, კი, ვიჭვირი. ეს ეყოფა შენი კი, არ ვიცი, ეყოფა კი ალბათ. თუ გინდა გასინჯა. მოდი ცოტა ნეიტრალური იყოს და ეყოს ეგ. მოდი აი ეგ ეყოფა მარცხენა ხელში რაც გაქვს ჩემი აზრით. მე მანამდე იმას ვარჩევ. თუ ღეროების გარშემო. ხო, ჩემი აზრითაც არა. მე მანამდე გავარჩევ ბროწეულს და მე გადავიდეთ სუნელების არჩევაზე. წვანილი უნდა? კი. შენ არა, მოიცა. შენ მე ვაბლენდერებ და აი არ ჩანს ფაქტობრივად რა. ესეც არ გამოჩნდება, მაგრამ შენ როგორც გინდა, იმიტომ რომ შენ იყოს. არ დავაღარო. მე ანუ არ ვიცი, ანუ შენ ტექნიკა ხარ რაც გაქვს, მე არ მაქვს და ყველაფერს ვყრი ბლენდერში და გემო იგივე იქნება. ჩავყარო თუ არა? ჩავყაროთ, კი. ხმელი სუნელი უეჭველი გჭირდება? ხომ ეთახოვე? კი, აბა. ყვითელი ყვავილი რო არ იყოს, გავგიჟდები, იმიტომ რომ მე მიყვარს ყველაზე მეტად უცხო სუნელი. უცხო სუნელიც უეჭველი გჭირდება. პროსტა აი ყვითელი ყვავილი ჩემთვის რაღაც ახალი წლის და ნიგზიანი ბადრიჯნის ამბავია. ხე ნიგზიანისთვისო. ხვარცადა. დაუშვა ცოტა, დაუშვა. ჩავპირპილი არ უნდა, აი წითელი ოდნო შეგვიძლია და მე წითელი წიწაკა უნდა იყოს, იცი როგორ ხშირად გასწავლმაყურებს. აი აქ რო გწავდეს ოდნა გვიან მოდიოდეს გემო და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში ყველა კერძს თითქმის აქვს რაღაც კონკრეტული მნიშვნელობა, კონკრეტული დანიშნულება და რაც შეეხება ფხალეულს, ნიგზიან ბადრიჯანს და ასე შემდეგ აქვს კონკრეტული მნიშვნელობა რომ ადამიანები როცა მარხულობენ მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს მათი კუჭის გაღიზიანება, ამიტომ არ იყოს ძალიან ცხარე, ძალიან ბევრი გემო არ ერთიანდებოდეს და ის რომ მაგალითად ძალიან ბევრი წიწაკას არ უშვებიან ნიგზიან ბადრიჯანს ან თუნდაც ფხალეულს დებილი ვით გავარდა მაგაზე გამეცინა. ისე
კისვეთ. იც რომ ძალიან ბევრი წიწაკა არ შეიძლება ნიგუზე ან კერძებში, თვალეულში და ასე შემდეგ, მაგასაც კონკრეტული. წაინ სამოგაცრუ თუ შეიძლება თუ. გაგიმარჯოს. უი, ღვინო სულ დამოვისხნე. მე არ დამიწყებს. ღვინო გვაქვს. კაი, ჩაუშვათ სუნელები? ეგ დაუშვი ბარემ ბოლომდე. აი. ეს თვალით ზომი თქვნათ არა? კი, იცი რა არის, მაგას სუნელებს ვერასდროს გამოთვლი, ერთი ჩაის კოვზი, ორი ჩაის კოვზი, იმიტომ რომ გააჩნია, მაგალითად შეიძლება სუნელი იყოს ერთი კვირის გაკეთებული და იყოს ძალიან მძაფრი და ერთი მწიკვი ყოფნიდეს და შეიძლება აქ მხოლოდ რაღაც კეთება კი არ მიდის მეგობრებო მთელი კი, აბა რა. სამეცნიერო შეიძლება იყოს ერთი წლის გაკეთებული ჩვეულებრივი ვადიანი, მაგრამ ერთი მწიკვის მაგირად სჭირდებოდეს ორი ჩაის კოვზის გამოყენება. სვანური მარილის უკეთებს მეთქი ნიგზიანისთვის აწერეთ, მო ცოტა და ცოტა ჩავყაროთ. ვითელი ყვავილი აი საკაიფოდ უნდა ჩემი აზრით რა. აი ზუსტად ის რაღაცებია რასაც პრიით ისედაც? კი, ჩავყაროთ. საფრანია, მაგრამ აი ყვითელი ყვავილის, არა, ყვითელი ყვავილი არაფერს დააკლებს. ძმარს უკეთებ? აი ძმარი უეჭველი, თუ აკლია ხოლმე ძმარი ნიგზიან ბადრიჯანს და ჩემს ნიგზიან რაღაცებს, ის კერძი ჩემთვის არ ვარგა. ჩავარდნილია. ძმარი არის აი ნიგოსთან იმენა აი ეს ცეკოსაი. სუფრის კოს მოგცემ და დავუმატოთ. ბურჯო, სულ მაინტერესებს ხოლმე ესეც რაღაც, რომ შემიძლია მომწერე შენ კიდე რა იყო პირველად ნახე. სულ მაინტერესებს. ეხლა მე რასაც გეკითხები, ეგ რომ მოგწერო, ესე ძალიან უცნაური იქნება და შენ ვიდეოებს რომ უყურებ ხოლმე და ყველას ძალიან მეცინება ამ უწმაწური ხმრობების მიუხედავად, ეგ პრობლემა კი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ კომპანიებთან როგორ ალაგებ, იმიტომ რომ მე რო კომპანიები მწერენ რეკლამაზე, აქვთ ხოლმე უამრავი შენიშვნა და რაღაც შეიძლება ძალიან თუ თქვი ძალიან შემისწორონ ან რაღაც ვთქვათ და შენ რო ანბანის მიხედვით იწყებ გინებას და თან კომპანიის რეკლამას აკეთებ, ცოტა შოქში ვარ და ვიყავ. შენ წყალი მოიტანა და მე მოვყვები. ანუ რა მომდი ეხა ჩემთან რომ მოდის კომპანია უკვე რაღაც პონჩი არ უნდა რაღაც ძალიან დავარცხნილი კონტენტი და ისეთი რა აკადემიური. მაგრამ ვიღაც კომპანიები მეუბნებიან რომ მინდა კოლაბორაცია, მაგრამ უცენზურობის გარეშე. მე ვარ მეთქი ოკეი, კაი. ანუ შემილია რომ უცენზურობის გარეშეც თქო, პროსტა რაღაცებს უხდება ჩემი აზრით რომ ესე ვიტყვი და ეხა მაგათაც ბოლო რეკლამა რაც მქონდა არ დავასახელებ. ნათქვამი მქონდათ უცენზურობა, მაგრამ თლიან ტექსტი რო ჩაუგდე 1-4 უცენზურობა მაინც იყო და ისე გავუსწორდათ. ძალიან მაგარი შედეგიც დადო 300,000 ნახო ერთ დღეში. მე ამიგამში. კომპანიებო. საოგარი. ეს არევით იზამს? კი, როგორ. დაბლინდერი ვარ დაჭირდება? არა, შენ ყველაფერს რომ მაგით აკეთებ. არა და სად იყო ბლენდერი? ჩვენი მშობლების თაობა. ხო, რა მაგარი სუნი აქ ამღამებ? კი, ძალიან კაია. მოიცა, რაღაცა იმ. აბა, იცი რა არის? რაც უფრო დიდხანს დატოვებ, უფრო ჩდება გემოები და შეიძლება ეხა კიდე რაც არის იმაზე ბევრად უფრო კონცენტრირებული ხო და კი, ეგ მართალია. სხვათა შორის თავი მომჭრია ეგრე, ნიგზიან ბადრიჯანს უკეთებდი სტუმრებს და ოღონდ ნიგზიან ბადრიჯანი ცოტა შუა დღის წინ გავაკეთე და საღამოს ისეთი მარილი გაიჩიტა რომ მეთქი ვაფშე არ იყო ესეთი მარილიანი და ძალიან გამიწდა. მეც უმქონია რომ ჩავყრი მარილს და არ იგრძნობა და მე 1 საათში ეს ხოს ხელია ცოტა მე მგონი წყალი უნდა არა? ანუ შენ მითხარ რომ იდეალურ ნიგზიან ბადრიჯანს ვაკეთებ. მაშინ ჩემებურს გავაკეთე. შენ როგორც გინდა ისეთი გააკეთე. მოდი ოდნავ წყალს დავამატებ და მე დამჭირდება რაიმე კოვზი, გასასინჯი კოვზი პატარა. ბურჯო, შენ ვიდეოებში ძალიან ხშირად მხდება ხოლმე ხდებიან ხოლმე შენი ოჯახის წევრები. აუ, კი, მაგრემინერი. დედა ყველაზე ხშირად და ისე რომ იყავს ხოლმე რეკლამებშიც იყენებ მათ შორის იყენებულ გატელევიზორად. აი შენ ოჯახზე მოგუყევი. აბა პირველი გასინჯვა მოიცა ხო შენ? მე მგონა მე გამასინჯავდი და რაღაც აქვს ძალიან, მაგრამ მე ბადრიჯანს თუ არ უზამთ არაფერს, მე მგონი ძალიან კაი იქნება. არა, კაია. ჩემც არაფერი არ აქვს ძალიან. ან ძმარია ცოტა, მაგრამ მე დავამატებდი კიდე ძმარს. დაამატებდი? ხო. მაგრამ არ დავამატოთ, შენ თუ მოგწონს არ დავამატოთ. აი ნამდვილი მზარეული. ერთი რო ესე ამოიღო, მეორე შეატრიალა და ისე ამოიღო. ყოჩახ. მოდი ვარ გაგიტეხო ძალიან ცოტა დავამატოთ. არ დავამატოთ. არა, აი ძალიან ცოტა დავამატოთ. ეს ხო შევთანხმდით რომ კონცენტრაცია მოხდება გემოების. კაი, მაშინ მე მგონი არ უნდა. ამიტომ ესე კაი, ოდნავ უნდა, აი ხა ბოლოში დამაგდა. ხო და მოგვიყევი შენ ოჯახის წევრებზე. ჩემი ოჯახი არის იმენა ქუთაისური ოჯახი. დედაჩემმა და მამაჩემმა ქუთაისში გაიცნეს ერთმანეთი.
იქ ცხოვრობდნენ, მე წავედით, ხანსად ვიყავით, უმეტესი პერიოდი გავატარეთ თბილისში, მე თბილისში და მერვე კლასამდე ვისწავლე სკოლაში, მე წავედი ქუთაისში და ძალიან საყვარლები არიან, არასდროს გამოირჩეოდნენ ან ბევრი ფულით, ან ბიზნესთან რაღაცა, მაგრამ ყოველთვის რაც ბავშვობიდან მახსოვდა, აი მართლა არ მახსოვს ეჭხობათ რა. ანუ იმაში ვერ ვიზრდებოდი ხა რაღაც ფუნებაში, მაგრამ იმაში მართლა ვიზრდებოდი, რომ ძალიან დიდ პატივცემას და სიყვარულს ვგრძნობდი, რაც გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ და ჩემი და ჩემი დისთვის ყოველთვის აკეთებდნენ რა ეს ადამიანები და იუმორი აქვს. ძალიან მაგარი, რომ დედაჩემს განსაკუთრებულ. ცნაური იქნება იუმორი რო არ ქონდა. ალბათ რომ მეკითხები ყველაზე მეტად ვის იუმორი გასწევ. აი დედაჩემის იუმორი ძალიან მამაჩემს რო ეღადავება განსაკუთრებით. და ეხლა, რავი, ძალიან მხარს მიჭერენ ამ ნაწილში, ხელს მიწყობენ, თან უსტურდებოდ რავი, ხო უფასო ჭამას, მაგრამ რაღაც. ბავშვობაში მთავარია სითბო, მთავარია მშობლების სიყვარული და ის რაც გაგიღებ მოცემულობა და საერთოდ არ გრძნობ რომ რაღაცა გაკლია. ეხლა მე და ბურჯომ გავრეცხეთ ბადრიჯანი და გავწურავთ რომ ზედმეტი სითხე გამოვიდეს. ცოტა უფრო ეს ისე თქვი რომ დავიწყეთ. მე ეგრე არ ვწურავ რა. აბა როგორ წურავ? აი ეს რაღაც დავაჭრე. კაი მიდი ეგრე გავწურავთ. შენ როგორც გინდა. და სალფეტკი დააფინე მან. ესე არ წურავს ეს თქვენია წურავს. ბურჯო, შენი ყოველდღიურობა როგორია გარდა კონტენტის კეთებისა? იმიტომ რომ ვიცი რომ სხვა რაღაც აქტივობებშიც მარკეტინგის მიმართულებით ისევ ხარ ჩართული. ხო, ნუ ეგ რაღაც ფრილანსები მაქვს, მაგრამ სადღაც 7 თვეა დავიწყე ვარჯიში. და შედეგიც გაქვს. კი, არა, გინიშნავს რატომღაც დღეს, მაგრამ მაქვს 18 კილო დავიკელი. რა? 18 წელი. ეხა ვერ ეგრე ვერც მეგობრები იხსენებენ და ვერც მე ვიხსენებ ჩემ თავს ეგრე. მე გიხსენებ. 1-2 წლის წინ მახსოვ ხარ და 98 ვიყავი რა, მოკლედ და ეხა ვარ 80. და ცურვაც დავიწყე, ზოგჯერ ჯირითიც დავიწყე. ცურვაზეც ვიცი რომ ძალიან კაი შედეგები გაქვს უკადავდა ხოლმე. ცურვა ესე ვიცოდი, მაგრამ ცუდი ცურვა ვიცოდი. ტივტივებდი. ხო, რაღაც ეგეთი. და მოკლედ ჯანსაღი ცხოვრების წესი. შენ დადე ხოლმე და მე გავუშალებ. მივყე ხელი, რომელიც ძალიან მისწორდება და ის ვფიქრობ, რომ სულ ბოლო შემოსავალი რო დამრჩეს ალბათ და შემეძლოს იმით ჯიმის აბონემენტის ყიდვა, ალბათ მაგას ვიყიდი, აი ესე ძალიან. ჭადი გადაწყდა, დავიწყოთ ჭადის გაკეთება. ხოთა შორის მე სახლში მაქვს ხაშურში წისქვილი, იცი? რა მაგარა? ეხა ვაფასებ ხაშურში რეები მაქვს. აი წისქვილი ვის აქვს სახლში? და იყენებ? ანუ ეხ მე არ ვიყენებ, მაგრამ ბაბუა ჩემი სულ ვქავდა ხოლმე და იქაური ფქვილი და ჭადის ფქვილი და რაღაც და სხვებსაც ვქავდა ხოლმე. გავუშვათ ეხლა სიმინდი თონე მაქვს კიდე სახლში, ხაშურში. და ეს იყო ძალიან მაგარი ტრადიცია ხალხო, რომ ბებია ჩემი რომ მთელი სამი ოჯახისთვის. არა, ვერ აკეთებს ხალხო, ანუ დავამუღამერო თუ ლაპარაკობს, აი ამასაც ვერ აკეთებს, რომ აი ჩაყაროს. ანუ აღა მე მაგას სხვებს დავცინი ხო. ეხლა მაინც აშტო ამბევრია. აუ, პროდიუსერებს ვთხოვრო, მომდევნო განაცემაში მე ვიქნები ჰოსტი და ერთხელ ანაც მოვიწვიო. იმიტომ აი 20 კილომ ჭადის ფული დაყარა, ჯერ დაგაქცევ. ანუ მე რა მაინტერესებს, მე გადაწყვეტე გამეკეთებინა ხალხო გადასება, სადაც სტუმრებს მოვიყვანდი და ხალხს რაღაცებს ვასწავლით და ვიცინებ და ყველა სტუმარი მე რატომ ამბოლინგებს. არა, როგორ გეკეთე. ბოლოს ესე რატო გავიჩიტე. ეხა მე მაინტერესებს, ესეთი კითხვა არის მნიშვნელოვანი ჭადის მოყვარულებისთვის, მარილს უკეთებ თუ არა? კი, მე ვუკეთებ. აი მწიკოს თუ? არა, კარგად რო ეტყობოდეს, რომ მე ესე მიყვარს. მე აი ერთ ჩაის კოფე. ხო, მეც ცოტას ხა, ამას მეტი არ სჭირდება. რაც გასათვალისწინებელია ჩემი აზრით ჭადის გაკეთებაში არის ის, რომ ზუსტად იგივე რაოდენობის წყალს უკეთებ, რასაც ფქვილს, აი მაგალითად თვარი. მე მაინტერესებს წყლით აკეთებ თუ მინერალურად გაზიანი. აი იცი რა, ეგეთი მიჭამია სხვადასხვა რაღაც ფუმფულა გემრიელი გამოდის, მაგრამ გქონია რა იმერულ რაღაც თემას უფრო წყლით ხდება. კაი, მოდი. შენ მოზილე. შენია. დღევანდელი დღე შენია. მე მითხარ უბრალოდ რამდენი დავამატო. მე უნდა ვნახო ხელი. მარილი რო არ დაგვემატებია? მიდი. აი ხელით უნდა ვნახო, ანუ უნდა შეიგრძნოს კარგად. ეს არის ნამდვილი იმერელი კაცი. ხო, ხელთა თვალსაც არ ვიკეთებ ხოლმე. ანუ ნიგუზანი ბადრიჯანი შენი მაქსიმუმია? მირია ხობა. იყოს? მე მგონი ბევრია. სო. ნიგუზანი ჩემი ბადრიჯანი? მაქსიმუმი ნიგუზანი ბადრიჯანი. რა არის შენი მაქსიმუმი? აბა მაშინ გეთქვა რა არის და მაგას გაგიკეთებ. ხო, მე ყველაზე მეტად რაც მიყვარს
და ჩვენი კულინარიული conversation-ი საიდანაც დაიწყო ბათუმში გახეულ მთვრალზე რო დაგპატიჟე ნიგზიანი ბადრიჯანზე. ანუ ეგ ყველაფერი შეცდომა იყო. რა გინდა ეხა, მაგიტომაც სიმბოლურია რომ მოვედი და ვაკეთებ ნიგზიან ბადრიჯანს რომ ინანო. რო არ მოხვედი საჭმელად. არ გინდა მე დაგპატიჟე სამაგიეროდ. ხო და კიდე რა ვიცი, კი უნდა. კიდე რა ვიცი, ვაკეთებ ძალიან გემრიელს ქათამს და სოკოს ნაღების соуსში თავისი რაღაც ისეთი პიურეთი, აი რაღაცებს ვურევ რა, მწვანე ხახს და რაღაცებს რომ მწვანე გამოდის. აფის ხაჭაპური მიცდია ერთხელ და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ეხა სენდვიჩებზე და ტუნა სალატზე და ერთად რომ უნდა ჩაყარო რაღაცები და აურივ აღარ ვსაუბრობ უბრალოდ მართლა ვერ ხვდები. ხალხი რო იძახის რომ აი ვერ ვაკეთებ ჩამით. აი მეც. გახსენი ტუნა, ჩაყარე, დაჭერი კიტრი პომიდორი ბერძნული იოგურტი ან რავი თუ მაიონეზი გიყვარს ჩაასხი და აურიებსო. აი რა ვერ ვაკეთებ ასე. მართლა ვერ ხვდები რა თქვია ვერ ვაკეთებ. ან გრილი უკვე ყველას აქვს, რომც არ ქონდეს დაჭერი ქათამი რაღაცა, კაი არ დააბასტურმო, რაღაც პროსტა ზეთში შეწვ. აი რა ვერ ვაკეთებ, რა ვერ ვაკეთებ. ნერვები შევახო. მორჩა. აროშა. აი სწორკვებაზე იძახიან ხოლმე რა ძირითადად, მაგას აი ჩემით და სწორი კვება არ ჯდება ძვირი, ჩემი ეს არ ვიცი, არაპოპულარული აზრია, მაგრამ მე რაც სწორი კვება დავიწყე, უფრო იაფი, უფრო ძვირი არ მიჯდება ყოველ შემთხვევაში, რაც მანამდე მიჯდება. მე ეგრე ვფიქრობ, ჩვეულებრივი კვებაც იმდენად ძვირი ჯდება, რომ იმის ფონზე სწორი კვებაც საერთოდ აღარ არის უკვე ესეთი. კაი, პარალელურად შევწავთ მეგობრებო ჩვენ ბადრიჯანსა და მჭადს. აი, ესეთ ლამაზ ფორმებს ვაძლევ მე. მეც როგორ უგებ ხოლმე, ბევრი ფქვილი ხო არა აქვს? აი, როცა იგრე აკეთებ. როცა გააბრტყელებ უფრო სწორად, თუ გვერდებზე ნაპრალები გაიჩინა, ესე იგი წყლის დამატება სჭირდება, აი ესე თუ გაიხსნა. მაგას ჩემი იჩენს ხოლმე. ანუ წყალი აკლია. ხო, მაგრამ აი გამოდის. რო იცოდიაწე. დავიწყოთ ბადრიჯნის შეწვა, ბურჯო შეგვიწევს ახლა ბადრიჯანს. ბურჯო. გამოვცახე. აი მე ძალიან დიდი მადლობა. ყველამდე ვარ შეიპატივისცემი. ცოტა შიშხინი უნდა დაიწყოს ტაფამ, როცა პროდუქტს ვათავსებთ. მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს გაცხელებული, რომ არ მიიკრას. ხო? Yes. მე რო ვასწავლი აქ ხალხს რაღაცა ბზარეულივით, შენ რას აკეთებ? ეგრე რა. საშუალოზე ოდნავ მაღალი ცეცხლი არის. და რაღაც 3 წუთი ალბათ აქეთ შეიძლება არ დაჭდეს. ხო, მე ნახულობ ხოლმე და მაგის მიხ. არც ძალიან გაფჭიკინებული უნდა იყოს და არც ძალიან მოხარშული. ანუ გაფჭიკინებული რო არ იყოს, იმდენ უნდა შეცეთ მეკო. ეს სიტყვაც ეცნობია. გაფჭიკინებული, აი პირველად მესმის, მაგრამ იმერული იქნება. ხო, ზოგჯერ ხვდები რომ აი რაღაც იმერულ ქუთაისურ სიტყვას რო ვამბობ, ვერ ხვდება რა. ატატება იცი რა შეშტა. აყვანა. ხო, აი ხელში ამიტატე მაგალითად ხა მთელი ცხოვრება და ეჩვენს მაგას ეუბნებოდი და უცებ თბილისში რა არის? მეთქი რა არის? ბებია ჩემი არის იმერელი და სულ ეგრე ვარეკავდა ხოლმე რაღაცები გამიგია მეც. გაფჭიკინებული არის აი გამხმარი რა. ბურჯო, თუ ქონია ეგეთი მომენტი, როცა გადაიღე ვიდეო და უკვე დადებულზე მიხვდი, რომ აი ძალიან ზედმეტი მოგივიდა. რომელზე? რატომღაც ხარ მომკითხე, მგონია რომ ერთ ვიდეოზე საუბრობ. არა, მართლა მაინტერესებს. იმიტომ რომ მე ყველას გულის. ძალიან პახაბნი იყო, აი ძალიან. 5 რაღაც რასაც ბიჭების სახში მარტო დარჩენლები ვაკეთებთ. ეხა მიხვდი შენ რაები ვაკეთე მე იმ ვიდეოში. ანუ მეთქი ეს ბიჭი შეურაცხადია. და რომ ნახე ცოტა მეთქი, ვახ, ეს რატო ვქენი, ძალიან ცუდი რეაქცია მოყვა, მაგრამ არ მოყვა რატომღაც რა, აი მაინც იკაიფა ხალხმა. ეყოფა? უეჭველი. ეხლა მოვიდოთ და ხელსაყრელზე დავდოთ. ოპა. ყველაზე მეტად რა საჭმელი გიყვარს? ეხლა ბლიცის ინტერვიუზე გადავედი, უცებ ხო იცი. ერთ-ერთი არის ეს სხვათა შორის, ერთ-ერთი მართლა არის კარგი ნიგზიანი ბადრიჯანი. ასევე აი ეგ რომ მოაყოლე, კაია, კარგი ნიგზიანი ბადრიჯანი. იმიტომ რომ შეიძლება ბევრგანი ჩიტება და აი რატომღაც გამახსენდა საცივი. ჩემს გაკეთებული ძალიან მიყვარს. ანუ ნიგზიანები გიყვარს. ხო, ნიგზიანი მიყვარს კი ძალიან. რა ვიცი, კიდე ამბობ დროს ძალიან აღარ მიყვარს ცხიმიანი რაღაცაები რა. ალბათ მოუდი რო გადართე და აი რაღაცნაირად ეხა ამ დროს მე არა ეგეთი კიდე ხო მაგრამ აი რაღაცა ეხა მაგალითად ადრე ყოველ დღე არასდროს ვჭამდი და რაღაცა მაგრამ აი კვირაში ერთხელ შეიძლება მეჭამა ეს 3 წლის წინ შაურმა რა ეხა ვერ ვხვდები როგორ უნდა ვჭამო მაგრამ მეც ეგრე ვარ სხვადასხვაერთი და აღარ უგიჟდები აი სენდვიჩი ბევრად მირჩენია რა კარგი პურით სენდვიჩი მაგალითად ორაგულით
ბევრად მირჩევნია, ვიდრე რაღაც გატენილი, რაღაც ბური. მე მგონია, იმიტომ რომ ორგანიზმი უფრო შვიდად იღებს, უფრო მსუბუქად, აღარ მძიმდები და იცი რომ ამ შაურმის ჭამას უნდა მოყვეს რაღაცა მერე სიმძიმის შეგრძნება. მენტალურადაც შეიძლება კი, მას ეგრე მგონია. კიდე მიყვარს აი მაგალითად ხა რატო გამახსენდა, მაგრამ აი მარტი ჯონჯოლის და პომიდორის კომბინაცია ძალიან მიყვარს. სალატში მაგალითად ჯონჯოლით და პომიდორით. ერთადერთი ვეგეტარიანელი როცა ვიყავი მენატრებოდა ჩიხირთმა ისიც წახვენეაზე მარტო. ანუ გენატრებოდა ხორცი მაინც. აი ჩიხირთმა. მაგაზე მომიყავი, მართლა მაინტერესებს. სულ იძახიან ხოლმე რომ აი მე ვეგეტარიანელი რო ხდები, ხორცი აღარ გინდება და. არ მინდებოდა მართლა უბრალოდ. ჩიხირთმა არ ჩემთვის იყო უფრო კოქტეილი პახმელისთვის რა, ანუ ის წვენი მენატრებოდა ძმართან ერთად, ვიდრე თვითონ ქათამი. ქათამი რომ ეხა ხო არ შევჭამდი ეგრე ქათმის ნახაში გაკეთებულ იმას, რა ქვია, ჩიხირთმას ქათმის გარეშე, მაგრამ თვითონ ქათმის გემო კი არ მენატრებოდა ის ეგ ქათმის გემოში რაც გენატრებოდა უბრალოდ არიცი. ხო, მაგრამ ძმარი არის მან თავარი მოქმედი. მე კომპონენტია, მაგრამ აი ეგ კონცენტრირებული კაი გემო, რაღაცა მეხუთი გემო თუ რაღაც. ხო, მაგრამ ნუ არ გაგვჭა მისვიდეო, ნახე როცა პირველად ჭამე. ანუ ისეთი და რაღაც არ მქონია, ზოგს გვაქვს აი ხურცი თუ დავინახე. ნახდა არ მქონია ეგრე, მაგრამ და მანამდეც არ გიყვარდა ესე დიდად ხორცი. არა, ხო. მაგრამ ეხა ქათამზე ძალიან შევჯექი, იმიტომ რომ ყველაზე დაბალი კალორია აქვს და ყველაზე მაღალი ცილა და. იცი რამდენი ცილა აქვს? მე ვიცოდი რაღაც 18-20 და ეხლა ძალიან სანდომზარეულობისგან მეტი 1-20 ხო, მე 4-ზე მეტი? 30 გრამი გავიგე ბოლოს. და 30 გრამი ცილა არის ძალიან 100 გრამში გულისხმობ, ხო? რომ გამომარტოთ მეგობრებო, ჩვენ ნუტრიციოლოგები გიორგი ბულიანი და ანა ყაუაშვილი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ 100 გრამ ქათმის ფილეზე, რომელსაც ანა ამბობს, რომ 30 გრამი აქვს პროტეინი, ცილა. მაგრამ ეს ტყუილი, მეგობრებო, აქ ვაკეთებ. მე არ ვამბობ, მე ვციტირებ. 25%-ზე მეტი. ერთ-ერთი ძალიან კარგი მზარეულის დროი. დაუჯერეთ როგორ აკეთებს რაღაცა აი ქათამს იმაში აზელილში ტობრაზე რა ქვია იმას სუპერ ბუპერ რაღაცაებში რო ფუტავ ფრეკენბრუკერში მაგრამ აი ბოლოს რო თვითონაც შეიფუთა და ამოღალათ მაგ ვიდეოში ანუ აი ხლა მე გავიკრავ ფრეკენბუკის იმას თავსაფარს და აი ცუდადა. ანუ ეგ ვიდეო იყო ძალიან სასაცილო. უსამართლოს გვერდით. მოვიყენე უსამართლოს გვერდით მდებარე ორნაბით შინაყიდის სოკო. არ იქნება ბევრი ზეთი, არ იქნება დაბრაწული, ამიტომაც არ დავინანე და ჩავაჭიჭყიდე შეკ სოკო პაპა ჩემის ხაშურის მარკოვკა და ბასმათის ბრინჯი. ძალიან გავართ. ანუ მე რომ მომდის ხოლმე შენი notification-ი რომ ეს ვიდეო ჩამიგდე ვემზადები რომ საღამოს რაღაცა გენიალური დაიდება. ჭადი უკვე არის ჩაზელილი, მიზელი, მოზელი, კარგად. არ აქვს ბევრი წყალი საერთოდ. შეიწოვა კარგად. და შენ მოგრძო ესეთი ჭადები გავსვათ თუ მრგვალი? მე მიყვარს აი ცოტა მოგრძო. მოდი, აბა შენც გააკეთე, მეც და ესე გავაკეთოთ და რომელი უფრო ლამაზი იქნება. მოდი. ნუ იწერ თუ რა. მოიცადე. აი მე ბადრიჯანი დამეწובה ეხა. და რომელი უფრო სწრაფად გააკეთებსო, მორჩი? შენ დაიწყე, მეც მორჩი. აი ეს იმენ დედა ჩემის მჭადები, აი ეგეთ დიდს აკეთებს დედა ჩემ. კაი, მომენტ. არა, კაია ხო. დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა კულინარიაში. როცა მჭადს აკეთებ და აი ესე ჭადია вообще თუ მჭადი. მე მჭადს ხო, რა ჭადია, ისა ტრედი და წვანე. აი თუ მჭადს აკეთებ და მე ესე თითებით აბრტყელებ, აი რაღაც უსწორმასწოროა და არასწორად იწვევა. თანაბრად არ იწვევა, ეს უფრო დამწვარია, ეს უფრო უმი. ამიტომ აი ხელის გულებით უნდა გააბრტყელოთ, ეხა მას ისე ვაკეთებ. ხელის გულებით უნდა გააბრტყელოთ და თანაბრად შეიწვევა თლიან სიგრძეზე. გარიბანს ფორმებს ვაძლევ. მიდი, ლამაზია. ძალიან ლამაზი მჭადები გააკეთა მეგობრებო ბურჯომ. აი ესეთი უნდა იყოს. რო იცოდეთ. რა? დატვაურია ყველაფერი. მოვიდა არია. რო კითხო იცის, აი რო კითხო იცის. მე მართლა მიჯეროდა რომ იცოდი რაღაც. რა არ ვიცი. ყველაფერი ჩემით გავაკეთე. რა ვიცი, აი ამოუჭრელად გავუშვით კადრები, მე ვისაც აინტერესებს. აი კონკრეტულად ეს მომენტი რო არ ამოჭრას. ვიღებთ ბადროს. და აი თხელ მასას, ეს ბევრი არ უნდა, ბევრი არაფერი ვარგა. აი ესე ვუსვამთ, მე ჩემ ტექნიკას გეტყვით. წკაპ
და წკაპ. ახლა მე ჩემ ტექნიკას გეტყვით. მე ვიღებთ ბადროს. როგორც ბურჯო იტყო და ცოტა ლამას ავიღებ, მე რა უფრო ლამაზი გამოვიდეს. ეტყობა გიორგის დაჭრილია და არცე. ვარჩევთ უფრო ლამაზ მხარეს რო გარედან მოექცეს. ნახე. მე ვაკეთებ ესე, რომ ჯერ შუაში ვდებ, იმიტომ რომ როცა გადავახვალ, მაინც გვერდებზე გავა. მესმის. ყველაფერი მესმის. და ამდენი ხანი თუ აკეთე შენი რესტორანი რო გახსნა და შეიკვეთო ნიგზიანი ბადრიჯანი 2 საათი უნდა აკეთებ. ესე აუ ეს კანაპები და ისე ზეთის ხილი ხო არ დავადოთ თავზე. ანუ ეს უფრო ლამაზი არ არის მე? არა. ხო კაი. ლამაზად ვეღარა ვაწყობთ, იმიტომ რომ აშკარად შემი უფრო ლამაზია და გიორგის ეწყინება რომ გადავდოთ მისი. კაი, მეც ეგრე გადავახვეობა. ეს არის სულ. მე სიმართლე გითხრა შიგნითაც უკეთებ ხოლმე ბროწეულს, ხო, ბროწეულს, იმიტომ რომ მომწონს ეს სიმჟავე. მაგრამ შენ, რადგან ისე არჩია, ზემოდან მოვაყაროთ. აი, მაინც მოდი შენ სავით გავუკეთებ და ნახით რა გააკეთა ხალხო. ამას უყურეთ. აუ, რა კაი სუნებია რომ იგრძნობოდეს ახლა ეკრანზე. აი, ჩემი აზრით ეს უფრო ლამაზ. შეხედეთ, აი. ხო, კაი, ოკეი, იყოს. ესე შანელის იმას რო აკეთე. მე გოიმება ეგ რაღაცა მიდისა ის იმისგან გააკეთე საზამთროსგან ფარშევანგი და დადგი. არა, კაკრას ეგ არ არის. ხორცილში. და ისა სტაფილოსგან გააკეთე ყვავილი ესე ამოჭილი. არა, რა სამეს ვაფშე სხვა ის არის. ამბავია. აი ეს უნდა დაადვათ. მგონი არ მოწონს. ბევრად ინტენსიური ჩანდა ეს შიგ თავსი და საწავი და ეს გემოები. ჭადი მიაყოლე. მე ცოტა გავუკეთე? ანუ რა ლამაზი გავაკეთე. არა, ძალიან ლამაზია მართლა ყველაფერი. ეხლა მჭადი დავუდე ლამაზად გვერდით, თვალი ჭამს და თვალი სვამსო და ეხლა გავალამაზოთ. ანა გავიკეთებს სერვირებას. ანუ ბურჯოს ბადრიჯნები აქ დავტოვოთ და ლამაზები გადმოვიტანოთ. აი ესეთი დახვეული გოიმური ყვავილები გადმოვიტანოთ აქ. არ არის ყვავილი. მე კაფემა დამავიწყო. აუ, კაია. ძალიან კაია. აი ძალიან. მე მართლა ძალიან გემრიელია. ეს ადამიანს არ გაუსწორდა. მე რაღაც კონკრეტულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, მართლა რა. ძალიან გემრიელია. სერიოზულად ვამბობ. და ზოგადად. მე მყავს მაგაცი მაგალითად რომელსაც არ ვწურდება ყველი, პომიდორი და მისთვის ნათქვამი მაქვს რომ მას სერიოზულ პრობლემებთან აქვს საქმე რა. მე დღეს მოგიმზადეთ ნიუზიანი ბადრიჯანი, მჭადის ბურთულებითა და ბროწეულის სინემატიკე მოუდით. ძალიან კაი იყო ბურჯო. ძალიან დიდი მადლობა. არა მართლა, სულ კაი გამომდის ნიუზიანი ბადრიჯანი, მაგრამ აი ეს რაღაც ეს მართლა კაია. მადლობა ბურჯო სტუმრობისთვის, ძალიან გავერთე და სასიამოვნო იყო ჩემთვის, იმედია შენც გაერთე და ისიამოვნე. შენ ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ, ჩემი ოცნება იყო ანა ყაულაშვილთან ერთად კუხნაში დგომა სამზარეულოში ვხედავ და ძალიან საინტერესო ფორმატია, წარმატებებს ვუსურვებ ამ გადაცემას და ამ ჩანელს ზოგადად და subscribe-ეთ მეგობრებო და აბა შენიცი ესე იკაშკაშე როგორც აქ, ასე ბრძოლის ველზე და საერთოდ ყველგან სადაც შენ გაგიხარდება. მადლობა. მეგობრებო, თქვენს დიდ მადლობას გიხდით ყურებისთვის. გთხოვთ რომ გამოიწეროთ მის მინე ყველა სოციალურ პლატფორმაზე, ასევე გამოიწეროთ ბურჯოც, Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე გააქვს. არა, Instagram-ზე, TikTok-ზე და თვალი ადევნოთ ჩვენს შემდეგ ეპიზოდებსაც.